როდესაც იმპრესიონიზმზე ვსაუბრობთ, ყველას მონე, დეგა ან რენუარი გვახსენდება. მაგრამ იცოდით, რომ ამ რევოლუციური მოძრაობის მიღმა სამი უძლიერესი ქალი იდგა, რომლებმაც ხელოვნების ისტორია შეცვალეს. გაიცანით იმპრესიონიზმის დიდი ქალბატონები: ბერტა მორიზო, მერი კასატი და მარი ბრაკემონი. ბერტა მორიზო არ იყო უბრალოდ მონაწილე, ის იყო ჯგუფის ბირთვი. მარმოტანის მუზეუმების კოლექციები გვახსენებს, რამდენად თამამი იყო მისი მონასმები. ბერტა ხატავდა იმას, რასაც ხედავდა: ოჯახურ ინტიმურობას, ბაღებსა და ყოველდღიურ წამებს. მისი სტილი იმდენად ჰაეროვანი და დაუსრულებელია, რომ გეგონება ტილოს უნთქავს. მან დაამტკიცა, რომ ქალის მზერა ხელოვნებაში ისეთივე ძლიერია, როგორც მამაკაცის. შემდეგია მერი კასატი, ამერიკელი, რომელმაც პარიზი დაიპყრო. კასატიმ უარი თქვა ტრადიციულ ქორწინებაზე ხელოვნების გამო. მან სრულიად ახალი სიმაღლე შესძინა დედაშვილობის თემას. მისი ნახატები არ არის სენტიმენტალური, ისინი რეალურია, ფსიქოლოგიურად ღრმა და ფერებით სავსე. კასატიმ იაპონური გრავიურების გავლენით შექმნა სტილი, რომელიც დღემდე ყველასგან გამორჩეულია. და ბოლოს მარი ბრაკემონი, დავიწყებული იმპრესიონისტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები სინათლისა და ფერის ნამდვილი დღესასწაულია, მარი მხატვას თავი დაანება ქმრის წინააღმდეგობის გამო. მისი ისტორია ტრაგიკულია, მაგრამ მისი ნახატები, როგორიცაა ჩაიზე, გვაჩვენებს გენიალურ ნიჭს, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ჩრდილში იყო მოქცეული. ეს ქალები სამყაროში აღიარებისთვის იბრძოდნენ, სამყაროში, რომელიც მათ მხოლოდ მუზებად ხედავდა. მათ შექმნეს შედევრები, რომლებიც დღეს მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებში კიდია. რომელია თქვენი ფავორიტი? დაწერეთ კომენტარებში.